ტელეკომპანია იმედი და TBC TV წარმოგიდგენთ. ის აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს და აწვია ისე, როგორც აზროვნებს. განვითარებულსაც არ ვიწოდებ ჩემთვის. მას აქვს პირველობის სერიოზული ამბიცია. და მიაჩნია, რომ მალე დაჩრდილავს ყველა სახელოვან კოლეგას. ივსან ლორანმაც ამ ასაკში დაიწყო. რა იმალება ახალგაზრდა წარმატებული დიზაინერის ექსტრავაგანტულობის მიღმა და როგორ იქმნება მისი პოპულარული შედევრები. ვდულობ 5 ვარიანტ ქსოვილსაც, რომელსაც მე 1500 ვიდით. როგორ ერწყმის განსხვავებული ცხოვრებისეული ხედვა ქართულ ტრადიციებს და რამდენად ორიგინალურია მისი თამამი ექსპერიმენტები. შენი ჩაცმულობა ელტონ ჯონის გაცნობა. ბიჭოლა თეთრაძის სიმართლის დრო. ამბობენ სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ჩვენთან სიმართლე ფასდება 100,000 ლარით. ერთადერთი რამ, რაც ამ სავარძელში მჯდომ ადამიანს აშორებს 100,000 ლარამდე, არის 21 შეკითხვა და მზადყოფნა გულწრფელად უპასუხოს მათ. ან უნდა აღიაროს სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არამედ სიმართლის გარდა. წესების თანახმად ყველა მონაწილე წინასწარ გადის ტესტირებას პოლიგრაფზე. მათ არ იციან შედეგები, მაგრამ თუკი ისინი 21 შეკითხვას გულწრფელ პასუხს გასცემენ, დარბაზ 100,000 ლარით დატოვებენ. ანზორ, იგივე ბიჭოლა თეთრაძე, 21 წლის, თბილისიდან. მიმდინარე საქმიანობა, მოდის დიზაინერი, დასაქორწინებელი. პოლიგრაფზე ტესტირებისას მან ექსპერტის მიერ დასმულ 50-ზე მეტ კითხვას უპასუხა. აქედან 21 დღევანდელი შოუსთვის შეირჩა. ახლა კი შევხვდეთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმარს, ანზორ თეთრაძე, რომელსაც ამ სახელით არავინ იცნობს და იცნობს როგორც ბიჭოლა. მოკალათდი? როგორ ხარ? კარგად თავად. მე რა თქმა უნდა დაგიძახებ ბიჭოლას. მე ვიცი რომ შენ ყავს არაჩვეულებრივი სტუმრები, მაგრამ როგორც ყოველთვის შენ ტრადიციულად არაფერს არ აკეთებ. ტრადიციულად აქ არ სვავამ სტუმრებს და რაღაცა სპეციფიური შემოსვლა აქვს. უბრალოდ მოვიქმოთ ის. თიკო სადუნიშვილი, თბილისი ლაივი და ანი განდელაკი მოდელი. როგორ ხარ? კარგად. შვენერი ანიც აქ. ანი განდელაკი. გოგონები შვენივრად შემოვიდნენ. ანის დაბედებული აქ უკვე ამ წითელ სკამზე და აქ ველი და რა თქმა უნდა თიკო შენ რომ აქ არ დაჭდე. შენი ისტორია არ მოყვე. ჯერ აქ მირჩევდი. ბიჭოლა. ეს შენი ორი საყვარელი მოდელია. თიკო სულ ახლა ხანს გამოვიდა შენს ჩვენებაზე. კი, ჩემ მეგობრები არიან უფრო ვიდრე საყვარელი მოდელები. გასაგებ თემა ანუ მოდელებად არ მოწონხოთ. არ ძალიან არ გამოვიყვანდი რომ არ მომწონდა. მართალი. მოდი აგიხსნით წესებს, საკმაოდ მარტივი წესები არის, რამოდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი შედგება 6 მარტივი კითხვისგან. თუ ამ ეტაპს რა თქმა უნდა კარგად ჩავიმით, გავხდებით 400 ლარის მფლობელი, ეს არის გარანტირებული თანხა. მერე სხვადასხვა ეტაპებზე თანხა იმატებს კითხვები იქნებს, მაგრამ რთულდება რაღაცები. თუ პირველი ეტაპი რა თქმა უნდა მარტივია, ეს გახსოვდეს. არ ინერვიულობ. თქვენ შეგიძლიათ ეს ღილაკი გამოიყენოთ და ნებისმიერ დროს დააჭიროთ ხელი თუ რაღაც კითხვა არ მოგეწონებათ და აცილოთ მას ეს შეკითხვა. ნებისმიერ დროს ასევე შეგიძლიათ გაჩერდეთ, სანამ მე კითხვას დაგისვავ. როგორც კი მე კითხვას დაგისვავ, ვეღარ წახვალ. უნდა მიპასუხო. სასურველი მხოლოდ სიმართლე მითხრა. გავაკეთეთ, მოვეშვით და ყველაფერი კარგად იქნება. მოდით დავიწყოთ შენი ბავშვობით დავიწყოთ. როგორც შენ 5 წლის ასაკში აღმოაჩინე რომ ხარ განსხვავებული, ხო? 5 ასაკში უბრალოდ დავიწყე ამ თოჯინებზე. ხო, ამას ვიძახი. გაკეთე, უბრალოდ 11 წლის ასაკში უკვე მივხვდი რომ შეიძლება და გამოფენის გაკეთება და ეს უფრო კარგად გავიაზრე. 11-ის ვიყავი, როცა დავიწყე გამოფენაზე მუშაობა. პირველი გამოფენა ქონდა 11 წლის ასაკში. ეს იციან შენმა მეგობრებმა? კი, იციან, რომ თოჯინებზე მუშაობდი. თოჯინებს შენ ყავს და ხო? კი. ხო, შენ თოჯინა საიდან გეკნებოდა და ალბათ. ხო, ანუ აი მაშინ იყო ეს თოჯინა ბარბი, რომელსაც უყერავდი ტანსაცმელს და გადავწყვიტე რომ ანუ უფრო მე შემიძინეს ბევრი თოჯინები, ახლა
ძალიან საინტერესო მოდელები არ გყავდა მაშინ მოდელები არ გყავდა და თან არ იყო ეს პერიოდი იყო სადღაც 1999 წელი სადაც თბილისი გახდა პატარა ხარ და აი ამ პერიოდში მოხდა ჩემი პირველი გამოფენა რასაც მოყვა ძალიან იმ დროისთვის კარგი აღიარება ან პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი პრეზიდენტის გრანტის მფლობელი და სულ 13 წლამდე გავაკეთე 7 პერსონალური გამოფენა ანუ ვუკერავდი ახალ კოსტიუმებს გარდა ამისა მე ვიცი რომ ფერწერული ნამუშევრები შენი არაერთ ქვეყანაში გამოფენილი იყო ყოველ შემთხვევაში რა? კი ხატავდი, ანუ ხატავ ეხლა ფერწერებსაც ვაკეთებ, გრაფიკა მიყვარს, ან ფანქარში ხატვა ძალიან მიყვარს და ზოგადად ყოველთვის ვიყავი, ანუ ხელოვნებასთან ახლოს მინდა და სულ ყოფილიყავი, რადგან ძალიან გამტვირთვას მაძლევდა ყოველთვის. სულერად ისვენება. კი ბატონო. გასაგებია. ვინ არიან შენი მეგობრები? მოდი ეს. ზოგადად. ზოგადად. კარგი ხალხი. აი როგორ გაიცი. დაგცინათ თუ გაიცი? არა, ვიცი რა, კარგი მეგობრები მყავს და ვინ არიან ჩვეულებრივი მოკვდავები, აი. ან კანდელა. კი არაჩვეულებრივი. ზოგი არაჩვეულებრივი მეგობარი ხარ თუ ჩვეულებრივი? თუნი არაჩვეულებრივი. ბიჭოლას უნდა კითხო არ. არაჩვეულებრივი ესე. არაჩვეულებრივი. PR მენეჯერ. შენთვის როგორია ბიჭოლა? რავი, ძალიან კარგი ადამიანია, ჩემი მეგობარია, დიდი დრო არ არის, რაც მეგობრობთ, მაგრამ თითქოს ყველა გადაცემაში ყავს, რას დაუკავშირო? ბიჭოლას ორიგინალურ ბალიშებს ალბათ. მხოლოდ ბალიშებს. ხოლმე ბალიშებს. არა, რა არის, ძალიან მომწონს საერთოდ ბიჭოლას შემოქმედება. ჩემთვის ჯერ შემდგარი დიზაინერი სამწუხაროდ არ არის, მაგრამ კარგი პოტენციალი აქვს, რომ საუკეთესო დიზაინერი გახდეს, იმიტომ რომ ასაკიც არ უწყობს ჯერ ხელს, პატარაა საკმაოდ. Yves Saint Laurent-მა ამ ასაკში დაიწყო ბიჭოლა, არა უშავს და ბევრმა კიდე შენ დიდი გზაგა გასავლელი. აუცილებლად. ესმის ხო? ესე იგი მეგობრების კარგი იდეები აწუხებს, მე ძალიან მომწონს და ვაფასებ მის შემოქმედებას. შენ რომ არ გამოსულიყავი მის ჩვენებაზე, იგივე სიტყოდი? იგივეს ვიტყოდი. ამას ნუ იგივე ვამბობდი, სიძახდი ხო? იმიტომ გამოვიყვანე რომ ამას იძახდა. როგორი მეგობრობა ყოფილა. ანი შენ რა სიტყვი? მეც ყველაფერს კარგს და ჩვენ დიდი ხანია მეგობრობთ და ძალიან დადებითი პიროვნება. არაჩვეულებრივად დაგახასიათეს მეგობრებმა. და მოდი რაღაცნაირად პირველ კითხვას დაგისვავ. მე ისევ გადავალ იქით, მე ისევ გადმოვალ აქეთ და ესე ვიაროთ წინ და უკან. სიამოვნებით მოვიცნობ პირველ შეკითხვას. კი ბატონო. მარტივია. თვლი რომ საქართველოში მაღალ წრესთან გაქვს ურთიერთობა? კი. ნახოთ. ეს პასუხი მაღალი არის ხარ? დაელოდე ჯერ პასუხს. სიმართლე. ჩიკო, ესე გადმოვედი ხედავ თქვენ თვლით თავს მაღალი წრის წარმომადგენლებად. მე მგონი ბიჭოლას მეგობრები მარტო ჩვენი ორით არ შემოიფარგლებიან. არა, შენ როგორ მე პირადად შენ გეკითხებ. თვლი თუ არა თავს მაღალი წრის წარმომადგენლად? იცი რა, საქართველოში ცოტა ძნელია ამაზე საუბარი. გააჩნია ვისთვის? აი ბიჭოლასთვის ახლა გავიგე რომ მაღალი წრის წარმომადგენელი ვარ. არ ვიცი მე მიგულისხმა თუ არა, შეიძლება არ ვიყო და ჩემზე შიგადაში ვთვლი ხოლმე, გააჩნია სადღაც. ხან მაღლა ხარ, ხან ქვემოთ ხარ, ახტება ხარ. ხან შუაში სადღაც. უფრო შუალედში. უხერხული კითხვა დავსვა ხო? საკმაოდ. ბიჭოლა. ის შენ თვითონ როგორ თვლი? საკუთარ თავს როგორ თვლი? შენს მეგობრებს, აი აქ ყოფ მეგობრებს როგორ დაახასიათებ? ზართულია, იცი ყველაფერი. ასე ძახი მაღალ წრეს, მოდი მითხარ. კითხოთ იმას, ვინც კითხვა შეადგინა. ეს ჩემი პასუხი იყო, კი. ანუ მარტო ხო შეიძლება გეთქვა რომ არ გაქვს მაღალ წრესთან შეხება. კითხვები შეადგინეს შენგან გამომდინარე. აი ფიქრობ რომ მაქვს და არ ვიცი ხა ის მაღალი წრის საზოგადოებას ეს ვერ ჩამოვასახელებ ეს არის. აი რას ნიშნავს შენთვის ხო მაღალი წრის წარმომადგენელი? ალბათ ცოტა სნობური საზოგადოება რომელიც ფიქრობს თვითონ რომ არის მაღალი წრე, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ. აცვიათ მოდურად, უნდა იყვნენ მოდურები, იყვნენ რაღაცნაირი ტიპები და
რაღაც მაღალი წრე. აი ესეთი ტიპები, როგორც იძახის ნობები, ესეთი ადამიანები, როდესაც კონტაქტი გაქვთ ესეთ ადამიანებთან, გაძლევენ კი იმ საზრდოს, რომ მე შექმნა რაღაც ღირებული, საინტერესო. არა. საიდან მოდის ეს ყველაფერი? უფრო მარტო ყოფნა თუ გიყვარს თუ ხავს? არ მიყვარს მარტო ყოფნა. მიყვარს ხოლმე მარტო ყოფნა. ან თუ მგზავრობის დროს უფრო ბევრს ფიქრობ ხოლმე და მარტო რჩები ხოლმე ძირითადად იმ დროს რომ თან მიფრინავ სადმე ან მანქანით მივდივარ. ისე მარტო ყოფნა არ მიყვარს. ანუ აი ეს წვე შენ ახლა ფაქტურად ხელს არ გიწყობს. არ გეხმარება რომ რაღაც ახალი შექმნა ხო? იცი რა რომ შევქმნი. აი მე მიწყობს ხელს. მე ვიც კომერციული რო ახლა ეს ყველაფერი ძალიან. კი. წვეულებებზე ხშირად დადიხართ ხოლმე ერთად? აქტიურად სულ. მე ვიძახი რომ თბილისი ლაივის თანამშრომელი ვარ და ერთად ვიცი. ბიჭოლა ლაივია მეგონი უკვე. ანისთან ძახშია და მე პროფესია მაქვს ესეთი რომ ყველგან უნდა ვიარო და ბიჭოლა რატომღაც ყველგან ხდება. რატომ მოხ ყველგან პატიჟები და რა ხდება ხო? ყველგან პატიჟები, რა საინტერესოა. მოდი მეორე კითხვას დაგისვა. და პატიჟებული ბიჭოლა ყველგან. როგორ მიდის გავიქოთ? აჰა. ვიცი რა შეკითხვაც არის. გინდა მე წავიკითხო. წვეულებიდან მოუტეხი ხარ მეგობრებს? კი. კი. ეს პასუხი არის სიმართლე. ვითხრას ახლა. სიმართლე. როგორ ხდება ეს? ვინ გაგიბედა? საერთაშორისო ეს იყო 2 წლისი და სულ მოხდა რაღაცა. როგორ? მაღალმა წრემ მოგ. მაღალმა. ხა სამაგიეროს უხდის და ყველგან გადის. ენახება ყველას. არ საერთაშორისო ერთხელ მოხდა თუ ორჯერ და ისე კარგად მახსოვს და ეს კითხვა რომ ამოვიდა ზუსტად მივხვდი რომ თან მეგობარია. ვინ იყო ესეთი კეთილის მსურველი? ეხლა აღარ არის ჩემი მეგობარი. მას მერე აღარ არის. არა, მას მერე არა, ნუ რაღაცა. მოუტეხი ვარ ხო? ამაში არაფერი არის ესეთი. შენც იგივე გიქნი ალბათ. მეც მიქნია ბევრჯერ? სამწუხაროდ. ბევრჯერ არა, მაგრამ ხანდახან არის სიტუაცია, როცა არ შეიძლება ყველა იქ იყოს. ყველა არა, მეგობრები ყველას არ მიესვლება. არ ის გამო არა რომ ის მაღალი. არა, ეს უბრალოდ შენთვის სოციალურ სტატუსს აქვს მნიშვნელობა? არა, მეგობრებს. არა ვიცი. კარგი. კლიენტის? ვის მივხვდი უკვე რომელი კითხვისკენ მივდივარ. შენ თუ შეგიკვეთავს მისთვის 60? კი, როგორ არა, შემიგვეთავს. ძირითადად მე ბიჭოლა მანებივრებს ხოლმე საკუთარი კაპებით. აჰა. ჩუქნის? ჩუქნის, ვალიშებსაც ჩუქნის. მე ვიცი რომ შეკითხამდე შენ როგორი ისე როგორც დამკვეთი ის? თუ მისულხარ თქვათ. ოფიციალურად. ჯერ არა, ჯერ არ მივხვდი. ანი? არ მქონია ეს მეცნიერება რომ როგორ. ანი, შენ ჩუქნის თუ არ კი, ჩუქნის. ჩუქნის. უკვეთავ. ვინ არის შენ დამკვეთები ყველაზე აქტიური? მაღალი წრე. ხო და ვინ არის ეს მაღალი წრე? ჩვენ არ სახელების და გვარების ჩამოთვლისგან თავ შევიკრე. ბატონ, კრიმინალურს არაფერს არ აკეთებ. მაინც ნუ ძალიან ბევრს და ჩამოთვლა წაგვიყვან ძალიან შორს. მარტო ქართველები არიან? არა მარტო. არა მარტო. მესამე კითხვას დაგისვა. დაახლოებით ხდები რაც არის. რა მიხედრილი ვარ? გაგიჟდები. ცნობილი ადამიანისთვის შეგიკერავს ტანსაცმელი უფასოდ. თიგო. მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ რამეში გამოგდგომოდა. აუცილებლად კი. კი. ეს პასუხი არის სიმართლე. სადღაც გამიხარდა რომ არ უჩუქები არაფერს, იგი უანგაროდ უყვარვარ. არაფერს არ ვჭირდები.
ერთი ნოეს ვერ შეუკერე ვერაფერი. ნოეს, ანუ სიმართლის დროის პროდიუსერს. კაცის ხაზიც ხო გაქვს? სიგენაც. მოკლედ პროდიუსერზე ვისაუბრეთ და რაში გამოადექი? როგორ ფიქრობ? მე ჩემი მეგობრობა რამოდენიმე ბალიშად რო ფასავს მიჭოლა. არა ეს. არ ეხება თიკოს ეს ამბავი. შენ ცნობილი არ ხარ ჯერ ესეთი? შეიძლება და არც მაღალი წვის წარმომადგენელი. შესაბამისად ეს ბალიშები თუ დაგმოხდებოდა. არა, ნამდვილად არ ეხებოდა თიკოს. კარგი, მაშინ მოდი აი გავიგეთ რომ კარგი ადამიანი ხარ. კიდე როგორია? აი მარტივად კარგი ადამიანი არ ვიცი, ნიჭიერი კარგი ადამიანია. მის ოჯახის წევრებს თუ იცნობთ, დედა და მამა ხო? მე ვიცი რომ ძალიან საინტერესო მამა გყავს, კოლორიტული პიროვნება. არ იცნობ ეს ამცხვარი. მე დასვით. შორიდან ვიცნობ. რადგან მე სახლიდან ესეთი გამოვარდნილი ვარ გიჟივით და შენ ხან ლონდონში სწავლობ, ახლა როგორ ვთქვა ეს, უკვე სასაცილო ფრაზაა, მაგრამ ლონდონიდან ჩამოვიდა სწავლობდა. ისწავლე კი თუ პერსონაჟი ვითხრა? არა, ვისწავლე, აუცილებლად ვისწავლე. და სხვა შეს ძალიან მეხმარება ლონდონი, აი იმისთვის მაღალი წრო ვერ მეხმარება წაღარასთან. აჰა. იმ ამბავში ან ძალიან მაგალითად სხვა რაღაცისთვის გეხმარება, რომ იქ წახვიდე და მე ისაო. აი ზუსტად. ეგ არის. მაგაში ისე ურთიერთ იმაშია, შეთავსებაში, რომ ის მეხმარება ახალი იდეებისთვის და ესენი მეხმარებიან ახალი იდეებისთვის იქ. კარგია, ვიღაცას რომ ეხმარება და რაღაცას რომ ეხმარება და ამიტომ აქტუალური იქნება მეოთხე კითხვა პირდაპირ დავსვა. ისენ. დახმარების სათხოვნელად მოსული ნათესა უარით გაგისტუმრებია. ისაკეთებს იმას, რასაც ფიქრობს და აწვია ისე, როგორც აზროვნებს. განვითარებულსაც არ უწოდებ ჩემთვის. როგორ ერწყმის განსხვავებული ცხოვრებისეული ხედვა ქართულ ტრადიციებს და რამდენად ორიგინალურია მისი თამამი ექსპერიმენტები. შენი ჩაცმულობა ელტონ ჯონის და ბიჭოლა თეთრაძის სიმართლის დრო. დახმარების სათხოვნელად მოსული ნათესა უარით გაგისტუმრებია. კი. ნახოთ. ეს პასუხი არის შეიძლება მე რომ რა თქმა უნდა. სიმართლე. გილოცავ უკვე 4 მართალი პასუხი გვაქვს. 2-ით და გახდები გარანტირებული 400 ლარის მფლობელი, რაც არ ვიცი და გეხმარება პრინციპში აეროპორტში რაღაცას შეჭრა. აუცილებლად. წასვლისას. მე ბალიში შევკერა. ბალიშსაც შეკერა. ესეთი ძვირია ეს ბალიშები? არა, ხო? 400-ად ბევრი გამო. ამის თქვა გინდოდა? თუ გადავახტეთ ამ თემას და აღარ გვინდა ნათესების ბილოდ საუბარი. გადავიარე. ბალიშურად. გადავგორდეთ. გიყვარს ლონდონი? ძალიან. რა გიყვარს ყველაზე მეტად ლონდონში? ან ლონდონი ისწავლოთ ესე თქვა ჯობ. აია რა. შენ ზარმაცი ადამიანი ხარ თუ არ ხარ? არა. არ ხარ. აი იმ დახასიათებას, რასაც უსმენდი, შენი სიტყვები იყო შემდეგნაირი. ტესტირებისას, რომ ხარ. ჟარგონულად ნოთ, როგორც თქვა, ნირე ხა? შურიანი ვარო? და კი. კიდე რა თქვი? არა. არა, არ მოგგონით, მე პროფესიული, აი ეს იყო შურს ვერ დავარქმევ, აი შეჯიბრის მომენტი აქვს, ანუ კონკურენტის ზრდაც არის და ყოველთვის კაგრას ესეც გეხმარება. ხო, ანუ ვიცი როგორ რაღაცა ყოველთვის მეც შრომობდი, რომ გამეკეთებინა უკეთესი ნახატი და მიმეღო უკეთესი კვლავ, თქვა მე ვიძახე ეს აკადემიაში. სულ მაქვს 2 წიგნი წაკითხული და ფილმების ყურება არ მეყვარს. ასეთი აღიარებითი ჩვენება ქონდა. კაი, მოდას რაც შეეხება, იმას ალბათ უდასმით ეცნობ. ანუ ვიწრო სპეციალობას მიყვები შენსას.
ხო, განვითარებულსაც არ ვუწოდებ ჩემთვის და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ნაკითხი ვარ და ხო ციგნებში თავს არ ყოფ ციგნებიდან, მაგრამ ვეცნობი მოდის ენციკლოპედიებს და ასე ვთქვათ ისტორიებს და კონკრეტულად შენ საქმის კი ბატონო. მოდით ისე ლონდონს დავუბრუნდეთ. რა ხდება ლონდონში? ისეთი რაც ხიბლავს. წვიმა გიყვარს? არა. ლონდონში კაი გარემოა რა. რისთვის ანუ დიზაინერისთვის და შემოქმედის გაზრდისთვის. ზოგადად. არ გაგიჭირდა ეგ? ძალიან გამიჭირდა. მქონდა ის პერიოდი, როცა ძალიან გამიჭირდა ფინანსურად ლონდონში და ის პერიოდი იყო ძალიან რთული საერთოდ ჩემს ცხოვრებაში და სწავლობდი ამ განხრეთ ხო? მოდის დიზაინზე სწავლობდი და უკვე დამთავრების პერიოდში ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც ძალიან ისეთი ქალაქია. ძალიან ეპატაჟურად ჩამოხვედი იქიდან. კი, მახსოვს ეწვით აქ რაღაც. ო, ეს იყო უფრო ახალი დამაინტრიგებელი იმიჯი. ეს სპეციალურად გააკეთე, რომ ჩამოვედი და ხმამაღლავთ მე ჩამოვედი. შემომხედეთ. მე მანამდეც მიყურებდნენ. ხო, მაგრამ რაღაც სხვანაირი ჩამოხვედი იქ. ხო, ნუ უფრო ჩამოვედი. ახალი სისხლი გქონდა გადასხმა. ვერ ვიტყოდი ახლა მაგას, მაგრამ ჩამოვედი გათვლილი იმიჯით, რაც ზუსტად ვიცოდი, რომ ერთ თვეში დაატრიალებდა ერთ ამბავს და დაატრიალა. ეს რატო არ მოდი ჩემთან რაღაცნაირად? ცუდად ვარ? არა, კარგად, მაგრამ მე ველოდებოდი რაღაცა. არა, ცხელო, თქვენ სტუდიაში გრილო, მაგრამ ის ძალიან ცხელა, რომ ეხლა მე მელის ვეწვით მოვი. არა, ვეწვით არა, მაგრამ შენ იმდენი აზრი გაწუხებ რაღაცას მოიფიქრებ. მეგო. აქსესუარს. ხო. ვინმეს გაგონებთ? კარლსონს. შენ? არა, ერთადერთი და განუმეორებელი. როგორ ვფიქრობ, შეიძლება ვინმეს ბაძავდეს? რომელიმე დიზაინერს? ვინმეს სულ ერთია. საზოგადო მოღვაწე ავიღოთ. ცნობილი ფიგურა. ნებისმიერი აი სფეროდან. სელებრიტი ესე ვთქვათ. ქართულ სიმწყეში? ქართული არა მარტო, მე აქ ესეთ ფართო მასშტაბებზეც გავდივარ. ჩემთვის მხოლოდ კარლსონს. მოგწონს ეს შედარება? ვიზუალურად რა თქმა უნდა. დიეტაზე ვარ ალბათ დასაჯდომი. კი ბატონო. მე ვიტყვი, შენი ჩაცმულობა ელტონ ჯონის მიბაძვა? არა. მართლა. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. ვიჭობამ კატეგორიული არა თქვა, მაგრამ თიკოს ეჭვი შეეპარა. ანუ შენ არა, ეჭვი არ შემეპარა. რაღაც, მაგრამ ამის გავსებას ვერ ვხედავ. აბა რატო წავაგეთ? რატო თქვი რომ წავაგეთ? აი შეიძლება თუ მისი ქვეცნობიერი ფიქრობდეს, რომ არა, აბსოლუტურად მე შემილია ნამდვილად ეს კითხვა როცა მოვიდა დეტექტივზე, ან აბსოლუტურად არავის არ ბაძავ საერთოდ ცხოვრებაში და არ შეიძლება ვიღაცას ბაძავდე, მაგრამ მაინც და მაინც ელტონ ჯონს არ ამგონია. რაღაც გავსება შეიძლება იპოვო. შეიძლება უკეთესი მისაბაძი პიროვნებები არსებობდეს. ვინ? ეს კონკრეტულად არ მყავს ხო მისაბაძი პიროვნებები. მაგრამ აი ვინ იქნებოდა, აი ვინ იტყვა, აი სხვას რომ მიებაძა, აი ამას ღირს მიბაძო. არ ვიცი, არ მიფიქრია. არ გიფიქრე. ეყოლება. არა, მართლა. კარგი, საყვარელი დიზაინერი ვინ გყავს? ესე არ მყავს საყვარელი დიზაინერები, მაგრამ მომწონს ძალიან ბევრი დიზაინერის ტანსაცმელი. ქართველზე საუბარი. არა მგონი ქართველზე იყო. საქართველოში არ გყავს რჩეული. და როგორია, როდესაც დიზაინერს აკრიტიკებენ თუნდაც რაღაც პრესის საშუალებით. შენ ახლა ისე არ მოგეწონა ეს კითხვა, რომ მე წარმომდგენია იმას, რომ კითხულობ რა გემართება. რომელი კითხვა? აი ელტონ ჯონის მიბაძვა, როდესაც გაკრიტიკებენ შენს ჩაცმულობას, აი დიზაინერს აკრიტიკებენ და ამას წერენ თან, რომ აი ამას ესე არ უნდა ეცვას. თავიდან წინდა ალბათ. ხო, ახლა ჩემ არ ვარ ისეთი ასაკის, რომ ეს ყველაფერი გამოვლილი მქონდეს, ყველაფერი ახლა დავიწყე 1 წლის წინ და თავიდან ძალიან წინდა ხო, რომ
რაღაცებს რო ლაპარაკობ ბერს უმაკითხები, მე ხო ამდენს შრომ, მე ხო ამდენს რაღაცას ვაკეთებ და არ მძინავს ბევრი ღამე და რატო მაკრიტიკებენ, მაგრამ თუ მივხვდი რომ ეს აუცილებელი კომპონენტია იმ წარმატებისთვის, რაც მოვიდა. ამიტომ ანტი რეკლამა არის, საუკეთესო რეკლამა. ესეც არ არის, მაგრამ შემადგენელი ნაწილი არის. აი წარმატებული დიზაინერი საქართველოში ვინ არის და წარმატება და ხარისხი, როგორ ფიქრობ? შეიძლება იყოს ურთიერთობებში. დიახ. არა, შეიძლება იყოს წარმატებული, მაგრამ არ იყო ხარისხიანი. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვიძახი, რომ ჩემი კოსტიუმები არ არის ძვირფასი ხარისხის. უბრალოდ ეს არის იდეა, რომელიც ძალიან კარგად იყიდება საქართველოში. და სხვათა შორის ამბერი ქართველი. აი ხო არის მომღერალი, დაუშვათ, ეს მაგალითს ვიძახი. პოპულარულია, მაგრამ ხმა არა აქვს. მადონა. არა მადონა. მადონაზე არ ვიძახი, მოდი ქართველებზე ვისაუბროთ. რამდენია ხო? პოპულარობა ძალიან ადვილია რეალურად. ბევრი. აი ესევე გეკითხები დიზაინერს. ის წარმატებულია, მაგრამ არის კი კარგი დიზაინერი, აი მარტივად. ეს მისი პრობლემაა. არა, მე გეკითხები შენ, არსებობს მე არ მინდა არ გავაკრიტიკებ მე ჩემ კოლეგებს, ყოველს თავის შეხედულება აქვს. მე კონკრეტულ ადამიანს არ გეკითხები, ყავს კი ესეთები თუ აუცილებლად. ყავს. აუცილებლად. ბევრია? მეტნაკლებად. წარმატებული თუ ყავს? ყავს. ვინ? არ დავასახელებ. წარმატებულსაც არ ასახელებ? მე ჩემ თავს წარმატებულად რა ისეთი ისიქნებე ცუდი მოსასმენია ჩემ თავზე დავიწყე საუბარი. მხოლოდ შენ თავს წარმატებულ დიზაინერად. ვიავე ჩამოთვალ და შემითხარი კითხვა. არა, მე არ ვიტყვი ის და არა, მე ვიტყვი ის და არა, მხოლოდ იმ კითხვებზე რომელიც გაჟღერდება არა. აჰა, დანარჩენს უფრო ცლად ვისაუბრებთ თუ როგორ მოხდება? თქვენი შეიძლება კითხვა მოვისმინეთ. მოვიდა დრო? მოვიდა დრო. ხელავთ? არა. რატომ მიცვლით ება? აი მინდა რომ მალე გადავიდე მეორე ეტაპზე. მაშინ გადაგიყვან რაც შეიძლება მალე. იმედია გადახვა. იმედია. ნახოთ. ეს გადაცემა ხო მხოლოდ სიმართლისთვის. აბა რა. მოემზად. დიზაინერობა მხოლოდ საკუთარი ცხოვრებისადმი განსხვავებული მიდგომის გასამართლებელი საშუალებაა? არა, არავითარ შემთხვევაში. მადლობთ, მიღებულია პასუხი. ეს პასუხი არის სიმართლე. ილოცავ შენ გახდი გარანტირებული 400 ლარის მფლობელი და როგორც გსურდა დავამთავრეთ ბალიშებს შევკერავთ ამ ფულს ვერავინ ვერ გამოგართმევს მაგრამ გადავიდეთ მეორე ეტაპზე ხო გაგსურვი აუცილებლად თქვენც რა თქმა უნდა урჩევთ მარტო ბალიშების შესაკერად ხო არ მოვედით თუმცა შენ გააქვს ბალიშები ბალიშები უკვე შეკერილია როგორ შენ გამოცდილი, შენ ვეტერანი ხარ ჩვენი წითელი სკამის და აი მითხარი, როგორ მიდის? კარგად მიდის წინ? კი, კარგად მიდის, მაგრამ მე გავაჩერებ თავს. გააჩერებ? ახალი კოლექციისთვის თანხა ჭირდება და ჭირდება. რა თანხა ჭირდება კოლექციას? აი ბოლო კოლექცია. 2-3 ლარი. 2-3 ლარად გააკეთე. არა, მართლა, აი რამდენი კაბა იყო, ხო? რამდენი ნავი იყო თავზე ბოლოს, რაც ვნახე. ბალიშებიდან გადასვლა იყო ძალიან. აი მინიმალური რა შეიძლება მინიმალურით გააკეთო და სასურველი რამდენი გქონდეს, მოდი. მე გამიკეთებია კოლექცია. სხვა გზა არ გაქვს, აი ამ თანხაში და ჩაიტო. ძალიან ბევრჯერ არის ის სხვა გზა არ გაქვს, სხვათა შორის. მე ისეთ გზაზე ვარ ჯერ დამწყები და ასე ვთქვათ. ხო, აი მაგ აღარ ვარ დამწყები, მაგრამ მაინც. და ზართულია შიშველი ხელებით რაღაც მოეკიდოთ. ამიტომ მე გამიკეთებია კოლექცია 800 ლარად, რომელიც 12000 ლარად გაყიდულა ეს. ეს ყველაზე ჭკვიანური და კარგი რამ არის საერთოდ? კი ბატონო. მაგრამ აი რამდენიმე გქონდეს რომ კარგად იგრძნო თავი, კარგი აჭერი იყიდო 50000 მეყოფილი. ლარი. და საქართველოში არასპონსორებენ დიზაინერებს, ძალიან რთულად არის ეს საქმე. მაღალი წრე ცოტას გასპონსორებს. მაღალი წრე, როცა ყიდულობს თუ ისედაც გასპონსორებს. არა, ყიდულობენ და ისედაც ძალიან ბევრი მეხმარება. აი
კითხვა, რომელიც საუბრითაც მინდა ეს აქამდე მივიდე, მაგრამ უბრალოდ პასუხი მაინტერესებს. მე რა ამიხსენ? მეშვიდე კითხვა. არის შენში რამე ისეთი, რაც ახლობლებს არ მოსწონდათ, მაგრამ შენი პროფესიისათვის თითქმის აუცილებელია? კი. 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 ნახოთ. ეს პასუხი არის გვეტყვია პასუხს. სიმართლე. შეგიძლია ამის კი, აუცილებლად აგიხსნი და ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. ჩემი იმიჯი, თუნდაც რომლითაც მე ესე გავიარებოდი, რო ჩამოვედი, ძალიან ბევრ ჩემს ოჯახის წევრს თუნდაც არ სიამოვნებდა, რა თქმა უნდა. ძალიან რთულია რაღაც რისკებზე წახვიდე თბილისში. ძალიან ბევრ ჩემ მეგობარსაც არ მოსწონდათ, მაგრამ ეს აუცილებელია დიზაინერის ცხოვრებაში, რომ იმიტომ არის, რომ დიზაინერის ცხოვრებაში აუცილებელი თუ შენ გთხოვს, ისე მე ეპატაჟური ხარ. ვარ რაღაც დოზით, მაგრამ წარმატებისთვის მეტნაკლებად საჭიროა, რადგან უფრო ფერადი იყო, თუნდაც ხო, უფრო საინტერესო იყო დამკვეთისთვის ან მომხმარებლისთვის, ვიდეო შეიძლება სხვა იყოს. ანუ შეიძლება ვიღაცისთვის ეს მეტნაკლებად გამაღიზიანებელია, მაგრამ აუცილებელი კომპონენტია PR-ისთვის. ჩემი იმიჯი? ჩაცმულობას ხო, აი ეს არის არასდროს ჩემი ოჯახის წევრები ჩემს იდეის გადაწყვეტს, საერთოდ სულ რაღაც აზრებს მე ეს გაკეთებ, მაგრამ ყოველთვის ღებულობ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც თქვათ მე მინდა. ნუ რაღაც ჩაცმასთან დაკავშირებით, ხო, დიდად არ მოწონს. კოლექციები მოწონ შენ? რო გითხარ ძალიან უფრო უნდათ რომ გავაკეთო ისეთი პრეტაპორტი, ანუ ყოველდღიური ტანსაცმელი, რასაც უფრო ნაკლები კრიტიკა, ანუ მე მირჩევნია საერთოდ რაღაც ჩვეულებრივის გაკეთებას, ხო იზახი შენ რომ მე ძალიან რაღაცნაირი არა ჩვეულებრივია. ან მირჩენია მეორე კრიტიკა მივიღო და გავაკეთე ისეთი რაღაც, რაც კრიტიკას მიიღებს. ანუ უფრო განსხვავებული, უფრო ახალი, მაგალითად ბალიშები, ბევრი ლაპარაკობს რომ ვიღაცას მოუპარე და რაღაცა მოუპარე იდეები, მაგრამ არავის არ მომიგა. ანუ იზახიან ვიქტორინ დროშზე, რომელსაც ხონდა რაღაც დიდი რაღაც, ანუ არ იყო ეს ის ბალიშების თემა, ეს აბსოლუტურად იყო ჩემი იდეა, რომელიც კარგად გაიყიდა. ეს ჩემთვის ნაკლებად შურთ შენი? აუცილებლად. რა არ მოგწონთ ბიჭოლაში ყველაზე მეტად? რა არ მომწონს? მე ყველაფერი მომწონს ბიჭოლაში, არ ვიცი. როგორი? ერთი კაბა უნდა, ხვდები ხო? გიждდება ჩემს. კაბადოკზე ბრძოლობ ახლა და კაბაზე. თეთრზე, თეთრ აბადოკზე. თეთრი აბადოკზე. აი ესეთია. რა არის, იცი ზარმაცია. არის? როგორი ძახი? არა. მეოთხე ჩვენება გააკეთა სულ რაღაც რამოდენიმე თვის განმავლობაში. ყველა ნიჭიერის ადამიანი ცოტა ზარმაცია, ხო? ზარმაცი ადამიანი აკეთებს 4 ჩვენებას? იცი რა, მე საერთოდ ქართველი დიზაინერების ძალიან მიყვირს ის, რომ კოლექციის წინ ერთი კვირით ადრე იწყებენ ხოლმე კოლექციის შექმნას. ეს ყოველთვის ესეა. თუმცა ფული და შესაძლებლობა მაშინ ექსტრემალურ გარემოში. თიკო ხა ჩემს სიზარმაცეს აბრალებს, როცა მისი კოსტიუმი უნდა იყოს 5 საათზე და შეიძლება ჩემი ქვიან გაღვიძების გამო იყოს 6 საათზე, მაგრამ მე არ ვთვლი თავს ზარმაცად. კარგი. ანის რა არ მოწონს? ანუ მე იმას ვამბობდი, რომ მაღალ წლებებში ბევრი დროის გატარება სჯობია ბალიშებთან გაატარო ხუთი, რომ მეტი წარმოება. ძილი და ბევრი დასვენება. აჰა, დაიღალე. არა, მე კიდევ ბევრი შემილია. ანი, შენთვის არის რამე მიუღებელი ან რაც არ მოგწონს? აი, ვიხსენებ ხა და ვერ გავიხსენებ. ეს უნიკალური ვარ, უნიკალური შემთხვევა. უნიკალურად უნაკო ხარ. აი ესე. ჯერა, ეხა შენ. ილუზია მაინც შევიქნა. მე მგონი ძირითადად ილუზიებს იქმნი. არა. უქმნი, თუ არა? როგორია რეალური ბიჭოლა? კარგი, კეთილი. ესეც ილუზია. კარგი და კეთილი. მართალი,
ხანდახან არა. არა, ხანდახან. რა თემას ეხება ხოლმე? რატო შეიძლება მოიტყო? ცხოვრება ესეთი, რომ ხანდახან გიწევს ტყუილების თქმა. რატო გიწევს? მე არ მიწევს. არა. როგორი ხარ? როგორი რაღაცნაირი. მიზეზი მაინტერესებს, რატომ შეიძლება ბიჭოლა მოიტყოს. კარგად მოусმინეთ. რატომ შეიძლება ბიჭოლა მოიტყოს? აი რა ვიღაცას რა აცილოს ცუდი სიტუაცია. ცუდი სიტუაცია რომ ააცილოს ვიღაცას ამის გამო შემოი. ანუ კეთილი ტყუილია. შეიძლება მოვიტყო. არ ვიცი, შეიძლება პროფესიულ რაღაცაშიც მოვიტყო, მაგრამ ესე არ ვფიქრობ ხოლმე ტყუილებზე, იმიტომ რომ არ მიყვარს ტყუილი. მე ყველაზე ძალიან რაც ადამიანში არ მიყვარს ტყუილი და სიყალბე. ანუ შენ კარგად იცი რომ ყალბ ადამიანებს ვერ ვუძლებ. კი ბატონო, ნახოთ მერვე კითხვაზე პასუხი. კლიენტისთვის ძვირად მიგიყიდია პროდუქცია, რომელიც უხარისხო იყო. მას აქვს პირველობის სერიოზული ამბიცია. გადავაბალი შემთელი ფილმი. რაიმალება ახალგაზრდა წარმატებული დიზაინერის ექსტრავაგანტულობის მიღმა და როგორ იქნება მისი პოპულარული შედევრები. ვიდულობ 5 ვარიან ქსოვილსაც, რომელსაც მე 1500 ვიდით. ბავშვური გადაცებიდან სერიოზულ სამოდელო ბიზნესამდე. ბიჭოლა თეთრაძის სიმართლის დრო. კლიენტისთვის ძვირად მიგიყიდია პროდუქცია, რომელიც უხარისხო იყო. თავის ყაბები გაახსენდა ხა ორივეს. ხო? ნახოთ, რა თქმა უნდა, კი. კი. ორ დღეში დაიშლება ეს ეს პასუხი არის სიმართლე. რა გიხარია? ცხოვრება. უხარისხოს რო ყიდი ძვირად კარგია? აი ესე და მაინც რო ყიდულობენ რა ვქნა. სადღაც ხარისხი გამოვასწორე. გამოვასწორე. თქვენ სახში ვიყოთ, ჩახედეთ თქვენს კარდერებს და გადახედეთ. კი ბატონო. არა, იმიტომ რომ მე ვიცი ერთ. ნაჭრების მაღაზია, სადაც ყიდულობენ ხოლმე დიზაინერები, როგორც გაერკვა ამ ნაჭრებს, თვითონ იმ მაღაზიაში მითხრეს. და მე საოცარი ფასებით ყიდიან და თან ამბობენ რომ ჩამოვიტანეთო ეს ნაჭრები და უკვე ცოტა დავიბერე. მე არც ვიზახი რომ ჩამოვიტანე, მე არც ვიზახი რომ მაღაზიაში მყიდულობ. მე იმის იქით ყიდულობ. იმის იქით რა არის? ან ჩამოტანა? არა, არ ჩამოვაქვს. მე ძალიან ხშირად ყიდულობ, ესეთ ხო რაღაც მაღაზიებში ყიდულობ 5 ვარიან ქსოვილსაც, რომელსაც მე 1500-ად ყიდი და ვიდეო პლილოშიც პროპაგანდა გავუკეთებ მშვენიერი ადგილია, სადაც ქსოვილები შეიძლება იყოს. მშვენიერი, როგორ ჭკვიანია, ეხლა მე რამდენი ტვინი კი არ მეყოფოდა. აბა, არც მე. ტვინზე არ არის, მე ხო ნანკა მართალი ვარ. სიმართლის დროში მუშაობ. ნანკა მართალი ესე რომ შეგან. ნანკა მართალი. კარგი. კარგი. რაზე ვისაუბროთ კიდე? მოდი სექსზე ვისაუბროთ. ვისაუბროთ. ყავს შეყვარებული? ყოფილ ხარ შეყვარებული? კი. როგორია შეყვარებული ბიჭოლა? მე რაღაცა არ მახსოვს, ხარ შენ შეყვარებული? ბავშვობაში. ალბათ, მაგრამ ვერ დავარქმევრო. მოემზადა. ხო, იმიტომ რომ თიკო იყო ჩემი ბავშვობის სიყვარული. რაღაცა დიდი ხანი არ ვიცნობთო ერთმანეთს. თიკო დევიდა ვიყავი ოღონდ მაშინ. სათაშორს დიდი ხნის ვიყავი შეყვარებული, მაგრამ აი როგორი ხარ მაგ დროს? გეხმარება სიყვარული მუშაობაში თუნდაც? შეიძლება მუზა იყოს. არა. არ მუშაობდი მაშინ ალბათ ესე აქტიურად. ეხლა არ ყოფილა დიდი ხანი შეყვარებული, სიამოვნებით ვიქნებოდი. მინდა ისე. გოგონებო. დაირაზმეთ.
ვისაც გინდათ კაბა მოატყუეთ. ვისაც გინდათ ქორწილში დიდი უზარმაზარი კაბა. ხარისხო. შენ საცოლეს ალბათ შენ თუ შეუკერა კაბას? კი, აუცილებლად. აუცილებლად. აუ რა საინტერესო იქ. ძალიან. არ ვიცი რომ მაინც იმ ღამესე დაირღვევა, ხო იცი როგორია. შემოარღვე. თუ ხარისხორვა იმიტომ. უხარისხორვა მაგამ ბავშვი. ნუ თუ მასაც უხარისხოს შეუკერა. აი დედა, მომყარათ ზივა. ცოდვა გიწია. არა და არ მახსოვს. არა მაქვს სამ. რა? ცოდვა. აი მაგალითად. აუ დიდი ცოდვა არის ტყუილში. ხო, მაგრამ არ ვიტყუები ხშირად, ხო თქვი უკვე. კარგი. სიყვარულზე ვისაუბროთ. ვისაუბროთ უფრო სწორად. სექსი რა ვისაუბროთ? შენი ქვეცნობერი სექსუალური ლიბიდო გავარკვიო? არ ვიცი. არა? ბალიშებს ეხება ძილს. არ ვიცი. შენ უბალიშოთ გიტაცებს რაღაცებზე. ხო იცი. არ მოწონს ეს თემა პირდაპირ კითხვა უნდა დავსვა. ვიცი რა კითხვაცა ზუსტად. არა უშავს. შენი ბალიშების იდეა სექსუალურ ფანტაზიებს უკავშირდება? არა. არა. ეს პასუხი არის სიმართლე. რომელაც მიდივარ წინ სხვათა შორის ეს ხომ ნამდვილად არის სულ ფანტაზიებზე დაყრდნობით გაკეთებული. საიდან გაჩნდა ეს იდეა? მეც როგორ გამო. ეს იდეა გაჩნდა საერთოდ ამ კოლექციაზე როცა დავიწყე მუშაობა, ზუსტად იმ თემასთან მივა კიდევ არ იყო ბევრი ფინანსი და იყო ქსოვილი, რომელიც პოპულინი გავს ძალიან თეთრეულის ქსოვილს და ნუ ბალიშების იდეას თვითფინანსში ძალიან ბევრი ბალიში. დავდივარ ქუჩებში არის რამდენი ბალიში რამდენი გადავა ბალიში მთელი თბილისი. ეს თემა უკვე გადაიღეჭა ძალიან ბევრჯერ. კარგი, მაშინ თემა შევცვალოთ, მითხარი აი ზოგადად ქართველი ერი, გემოვნებიანი ერია თუ გვიჭირს? გვიჭირს მივიღოთ სიახლეები, მაგრამ ნამდვილად ყავს საზოგადოება, რომელიც ძალიან გემოვნებიანად იცავს. ანუ მასიურად არის ეს? მასიურად ბევრი ერი არის იცავს გემოვნებიანად. ლონდონშიც რო გითხრა რომ მთელი მასა დადის ისეთ გემოვნებიანად ჩაცმული ხო მოგატყუე. ამიტომ შენ ეხმარები აი ამ ჩვენ გვეხმარები რომ გემოვნება დაგვეხვეწეს. კი, და თუნდაც სიახლეები რომ მივიღოთ და არ გქონდეს არ გავიგოთ სიახლე ისი მიღება უჭირს ყველაზე მეტად ქართველს. განსხვავებულობის და ბალიში ხომ მიიღო? ისევ დავბრუნდით იქ. იყო თუ არა ეს განსხვავებული ნაბიჯი? კი, მაგრამ მე არ ველოდი თუ ბალიში გახდებოდა თბილისში ჰიტი, ანუ მე არ ველოდი ბალიშების კომერციას. და ეს ძალიან გამიკვირდა და ესე იგი რაღაც ნაბიჯები იდგმება და ხალხი ეგუება განსხვავებულ სიახლეს. მამაკაცის ხაზიც გაქვს, ხო შენ? კი ბატონო. აი იქ თუ ცდილობ რაღაც ესეთი ნოვატორული გააკეთო, თუ იქ მაინც სტანდარტებში ჩდება. მე არ მაქვს უბრალოდ განახი. იცი როგორი რაღაცაა სტანდარტებში ჩაჯდომას მე არ ვიცი რას ეძახი, იმიტომ რომ ვიღაცისთვის სტანდარტი რაღაცაა და ვიღაცისთვის ჩემი სკინის ვიწრო შარვალიც არასტანდარტულია, მაგრამ აი შენ რასაც ეძახი, თქვა მომხმარებლისთვის სტანდარტული. მომხმარებლისთვის არა, რა ჩემი კოლექცია არ იყო. არა ორდინალურია, თქვა როგორც ქალის ხაზი. არა, კაცის ხაზიც არ არის პრეტაპორტი, ანუ ისეთი ჩაცმადი არ არის. არ არის. არა. ეს ხო ბოლომდე არტი და შემოქმედება და კონსტრუქციები და ვინც მოდაში ერქვა საკმაოდ კარგად გაიყიდა ეს თუ არა? გაიყიდა აქსესუარები მხოლოდ და მხოლოდ, რადგან ეს იყო გაკეთებული კოლექცია, თუ გახსოვთ, ეს მანქანის შესაკერი, სალონის შესაკერი, ქსოვილი იყო, სადაც რუბელი არის შუაში, გაკეთებული, ანუ ფორმებს. მე არ ვიცოდი.
ეს კოლექცია იყო ბოლომდე საჩვენებელი და საერთაშორის მსოფლიო მედიამ ძალიან კარგად დაწერა ამ კოლექციის და შესახებ. თუ აპირებს საერთოდ ხაზი გამოუშვა, რომელსაც ჩაიცვავს ადამიანი. ეხლა მაგან ჩვენთან კერძო დამკვეთები ყოველთვის იცვამენ ავსაი მამაკაცის კლიენტი. ძალიან ბევრი მამაკაცი კლიენტი ყავს, ძალიან ბევრი. და რომელსაც გიწევს იმის გემოვნების გათვალისწინებით გათვალისწინებით გემოვნება ჩემი უბრალოდ უფრო ჩაცმადი არის, თქვა პრეტენზიულები არიან, ჟილეტი იქნება ეს თუ შარვალი იქნება თუ პიჯაკი იქნება, არის ისეთი რომ ქუჩაში ჩაიცვა, ანუ სტანდარტებთან დაკავშირებით. მაგრამ პრეტენზიულები არიან, ვიდრე თქვა ხალი მომხმარებელი. გააჩნია დამკვეთს, გააჩნია ახლა ბევრი ხალი დამკვეთს, ყველაზე ესე თქვა ანუ ჭირვეულები ხოლმე. ჭირვეულები არიან ორსულები და არ მიყვარს მათთან მუშაობა დიდად. მე ორსული რა ქვია. რა ფეხ მძიმეთებს. ამიტომ ვუგებ ხოლმე მაქსიმალურად და პატარძლები. პატარძლებიც არ გიყვარს? არა, მიყვარს უბრალოდ ძალიან ჭირვეულები არიან. ყველაზე მეტად როცა ნერვიულობენ, მაშინ მოდიან შენ. აუცილებლად. მეც ვეხმარები მათ თავიანთი. მახსოვს ჯამბური ასეცოთ იგას შენი კაბა, კი, ხო? და არა მარტო. მე ეს მახსოვს, უბრალოდ ეთყობა ესეთი. ცნობილი სახე რა იმითო. კარგი, მე 10 კითხვის დრო მოვიდა. როგორ ფიქრობ, რამდენიმე წელიწადში მამაკაცები შენსავით ჩაიცვამენ? რა თქმა უნდა, კი. კი. ნახოთ. ამ კითხვაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ კი. ეს პასუხი არის სიცრუე. სამწუხაროდ თქვენ არა, ეხლა ვიხსენებთ ეს მამაკაცებს ქართულს ისეთ მოღვაწეებს და ეხლა ბიჭოლასნაირ ჩაცმული ნამდვილად არ წარმოვიდგენთ. ბიჭოლა შეიძლება სურვილი აქვს, მაგრამ მისი ქვეცნობერი აბსოლუტურად არ ეთანხმება, იმიტომ ძალიან ბევრი დეტექტორზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან კარგად ითამაშეს, საერთოდ პრინციპში თუ კითხვებამდე ვერ მივედით. პრინციპში მარტივი კითხვები იყო. ძალიან გამეხატველი კიდევ ერთხელ გაგახვა. მეც და სამწუხაროა რომ ასე არივლიან. მაგრამ შენ სურვილი ხომ გაქვს? შენ ამაზე უნდა იმუშაო, რომ ასე იარო. აჰა. იმუშაო. აუცილებლად. კი ბატონო. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. გაკეთებისდებით. მადლობა. მადლობა. კარგი.